ღიმილი არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი არავერბალური კომუნიკაციის ფორმა. არ იყო ეს იყო რაღაც სინის ჩადგმა და მაგით თავდებოდა ყველაფერი. ჩვენ დღეს ციფრულ მედიცინაში ვმუშაობთ. სანამ რაღაცა სადღაც არ ხდება, მანამდე ვერ მივალ ხოლმე და ხვალზე გარაუშავს, ხვალზე გარაუშავს. ეს სტომატოლოგებს ძალიან არ მოგწონს. არასწორი თანკბილოა. როდესაც ღრმა თანკბილო აქვს პაციენტს, ის და გაცილებით სწრაფად ბერდება, ვიდრე იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ნორმალური თანკბილვა. არის ეს რეალობა? რომ ყოველთვის ამოსაღებია? არა, არ არის ყოველთვის ანუ ამოსაღები. ერთი შიში გავანეიტრალეთ. მე მინდა მაღალი კლასის იმპლანტი. ის ტრენდი რო ეხლა ამას პატარა გოგოები აკეთებენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მარტო ხეხვა ყოფნის კბილს დაცვისათვის. არა, არ ყოფნის. კბილებს არ აზიანებს ბრეკეტები, კბილებს აზიანებს არასათანადო ჰიგიენა. იმპლანტი ხელოვნურია, მას კარიესი არ გაუჩნდება და განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება. მითია თუ რეალობა? ის რო ჩავისვით იმპლანტი და ყველაფერი კარგად არის, ესე არ არის. ეგრეთ წოდებული ჰოლივუდური ღიმილი ხშირად ასოცირდება ვინირებასთან, ხო? თანამედროვე მსოფლიოს ტრენდი არის ზუსტად ეს, რომ იყო ბუნებრივი და არ გეტყობოდეს რა გაქვს გაკეთებული. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის